შრომითი უფლებების მხრივ საქართველოში არის მძიმე სიტუაცია. იმისათვის რომ ეს მძიმე სიტუაცია გამოსწორდეს, ერთის მხრივ აუცილებელია რომ სახელმწიფოში არსებობს პოლიტიკური ნება ამის, მეორეს მხრივ აუცილებელია რომ სამოქალაქო მოძრაობები და პროფკავშირული მოძრაობები იყვნენ აქტიურნი და სახელმწიფოს ნება იმისთვისაც არის საჭირო რომ ხელი არ შეეშალოთ ამგვარ ორგანიზაციებს და მესამეს მხრივ ცხადია აუცილებელია რომ კერძო სექტორმაც გადაიაზროს რომ მონათხრობელური ეპოქა დასრულებულია, ჩვენ ახლა განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ და კაპიტალისტური ცენტრებიც კი თავად კაპიტალისტურივე ლოგიკაში დღეს უკვე საუბრობენ სოციალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე, სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე, იმ ეკონომიკაში თუნდაც ხელფასების ზრდის მნიშვნელობაზე, ხელფასების ზრდის გავლენაზე, ასე ვთქვათ, მშრომელის პროდუქტიულობაში, რომელიც საბოლოო ჯამში კომპანიის მოგებაში აისახება, ამიტომ თავად კაპიტალისტურ ლოგიკაშიც კი შრომითი უფლებების დაცვა დღეს ცივილიზებული სამყაროს ფუნდამენტია. თავარი რატომაც არის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და შემდგომ ყველაფერი დანარჩენი. ანუ ის არ უყურებს ადამიანის უფლებებს და შრომით უფლებებს, როგორც ეკონომიკის განვითარების რაღაცა საპირისპიროს და ერთმანეთით ალტერნატივად. პირიქით ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ერთობლივად და ჩვენ არ უნდა წავახარისოთ ბიზნესი იმის ხარჯზე, რომ ადამიანს არ ქონდეს ბაზისური უფლებები. როდესაც საუბრობთ შრომა და დასაქმებაზე, საქართველოში ყველა ის რეფორმა, რაც ბოლო წლებში გატარდა ამ მიმართულებით და ჯერ კიდევ არის მიმდინარე პროცესი, ჩატარდა რეალურად ევროინტეგრაციის ჭრილში. ამ კუთხით პირველი ნაბიჯები საქართველომ გადადგა 2013 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ არ ქონდა ასოცირების ხელშეკრულება. რეალურად რომ არა იცვლებები, რომელიც მაშინ შევიდა შრომის სფეროში, ძალიან მაღალი ალბათობით ჩვენ არ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება 2014 წელს. ჩვენთან საქართველოში ევროკავშირს წარმოაჩენენ ხოლმე როგორც წესი მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებებისა და სამოქალაქო უფლებების სივრცეს, რაც ასე არ არის. გამოხატვის თავისუფლების, კერძო საკუთრების უფლების თუ სხვა უფლებების გარდა, ევროკავშირი იმიტომ არის ევროკავშირი, რომ იქ ყველაზე მეტად არის დაცული სოციალური უფლებები. როგორც არის შრომითი უფლებები, უფლება საცხოვრისზე, ჯანდაცვის უფლება, განათლების უფლება და სხვა. ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, შრომელები არიან ბორდის წევრი, ანუ ისინი მონაწილეობას იღებენ იმ კომპანიების მართვაში, რომელი კომპანიებისაც შრომობენ. ანუ იმ კომპანიებში გადაწყვეტილებები ვერ მიიღება შრომელების თანხმობის გარეშე. იქ ძლიერია პროფკავშირები, ხო, სკანდინავია აიღეთ 60-70%-ია პროფკავშირის წევრობა. უმუშევრობის შემწეობა მოქმედებს, რომელიც ადამიანს დაკარგავს სამუშაო ადგილს, ის იღებს უმუშევრობის შემწეობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. პროგრესული გადასახადი მოქმედებს. დაბალშემოსავლიანი მშრომელი ნაკლებს იხდის ბიუჯეტში და მაღალშემოსავლიანი მშრომელი მეც იხდის ბიუჯეტში. კომპანიები იბეიგრებიან მაქსიმალურად იმისათვის, რომ საყოველთაო კეთილდღეობა იყოს, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი. კერძო საკუთრების უფლების გარდა არსებობს კოლექტიური უფლებები და როგორც არ უნდა ჩვენ წარმოგვიჩინონ აქ, რომ ეს არის რაღაცა ინდივიდუალისტური კულტურა და ასე შემდეგ, ეს არის კოლექტიური კულტურა საკმაოდ ბევრი ტრადიციით. ერთადერთი რეგიონი ვართ მათ შორის ჩვენს რეგიონს გულისხმობ, ევროკავშირთან თავი დავანებოთ, სადაც უმუშევრობის შემწეობა საერთოდ არ არსებობს. ანუ ადამიანი რო დაკარგავს სამსახურს, რომ რაღაც რამდენიმე თვე მაინც მინიმუმ იყოს დაცული იმისგან, რომ არ იქნება მშიერი, ხო? სომხეთს აქვს, ახლა სომხეთს არ აქვს ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა. ანუ მხოლოდ რაღაცა ეკონომიკური მაჩვენებლებით აპელირება, ამ შემთხვევაში ესეც არ არის დასაბუთებული და რეალურად არ არსებობს ისეთი ხელშესახები და აბკოლებები, რომლის გადალახვაც არ შეძლებოდა ქვეყანას და არ შეიძლებოდა ეს გაუმჯობესებები აქამდე ქონოდა. ანუ რაც გვაქვს, ისიც არის ევროინტეგრაციის დამსახურება, მაგრამ თუ ჩვენ სწორად და დროის თვალსაზრისით ეფექტურად გამოვიყენებით ამ დროს, გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლებოდა რომ ქონოდა. ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ავირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი. და ბევრი მსჯელობის თუ ბევრი რაციონალური და მეცნიერული დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი არის ის, რასაც დღეს ქართველი მშრომელი საჭიროებს. იმიტომ რომ ლეგალური დასაქმებაც გვჭირდება მათ შორის იქ და რაც ყველაზე მთავარია, აქ გვჭირდება ჩვენ ევროპული სტანდარტი დასაქმებაში. რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი, ადამიანებს არ უწევდეთ არანორმირებულად მუშაობა, ადამიანებს ჰქონდეთ უფლება რომ ბიულეტენით ისარგებლონ და მთელი რიგი იმ ბენეფიტებით, რომელიც შრომით საერთაშორისო მშრომელთა მოძრაობამ წლების განმავლობაში ბრძოლით მოიპოვა. და ეს ბრძოლა არის მონობის წინააღმდეგ და მონობა უნდა დასრულდეს, ჩვენ გვჭირდება ისეთი საზოგადოება, სადაც ერთი ადამიანის ღირსებაც კი არ არის შელახული, თუნდაც იმის გამო, რომ ის ღარიბია, არ უწევდეს მას მონურ პირობებზე დათანხმება. საქართველოს გამომდინარე იქიდან, რომ მოვხვდით იმ 10 სახელმწიფოში, რომელიც საკითხიც
განიხილება გაფართოების კონტექსტში და იმედია, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის გააქტიურებას. კვლავ პირველად მოხდა ევროკომისიის ანგარიში სწორედ გაფართოების კონტექსტში და გამოქვეყნდა ახალი ანგარიში ამასთან დაკავშირებით. ჩვენ თუ ჩავხედავთ ამ ანგარიშებს, ნახავთ, რომ იქ არის კონკრეტული გზები, რომელიც საჭიროა გაიაროს სახელმწიფომ იმისთვის, რომ რეალურად შრომითი და დასაქმებულთა უფლებები იყოს დაცული, ხო? ეს ეხება რას აკითხებს, რას გვიყენებს ჩვენ ევროკომისია, როგორც სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს. მაგალითად, მინიმალური ხელფასის საკითხი. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ხშირად ჩვენი ხელისუფალი ამაყობს რაღაც ეკონომიკური პარამეტრების ცვლილებებით, რაღაც ეკონომიკური ზრდით და ასე შემდეგ, ხო? ქვეყანაში, როდესაც გააქვს ოფიციალური ხელფასი 20 ლარი, რითაც ის არის ფაქტობრივად ბოლო ადგილზე ორი სახელმწიფო გვიწევს მსოფლიოში, ხო? ევროკავშირის და ევროპის დონეზე ბოლო ადგილზე ვართ, ხო? 20 ლარი თვეში ადამიანებს უბრალოდ არ ჯერათ, რომ შეიძლება სადმე ეს იყოს საკანონმდებლო მინიმუმი, ხო? და ეს რას იწვევს შედეგობრივად? ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს თითქოს რიცხვებში, შედეგობრივად არაუმჯობესებს ადამიანების ბეს და ჩვენ ვხედავთ, რომ სიღარიბის, თუნდაც სიღარიბის შემწეობის მიმღებთა პირთა რიცხვი დღე იზრდება, ხო? 650,000-ს გადააჭარბა. ეს თითქმის 20% არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც ეკონომიკურ წინსვლებზე, საშუალო 1800 ლარიან თითქმის საშუალო ხელფასზე და ადამიანები არიან, რომელიც ამავე ქვეყანაში ცხოვრობენ და რეალურად ამ საშუალო ხელფასის ნახევარსაც ვერ იღებენ, ხო? მაგალითად 15% ჩვენი ქვეყნის დასაქმებულების 600 ლარს და ნაკლებს იღებს დარიცხულს. სამაგიეროდ ამავე ქვეყანაში ჩვენ გვყავს 345 ადამიანი, რომელიც იღებს იმავე ხელფასს, რასაც მთლიანად 266,000 დასაქმებული ქვეყანაში. ანუ იმდენად არაპროპორციულად არის გადანაწილებული ქვეყანაში ის ეკონომიკური დოვლათი, რომელიც რეალურად იქმნება, არის გაუმჯობესებები. ამიტომ რა არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ შექმნას ამ უთანასწორობის დაბალანსების მექანიზმი და ერთ-ერთი ამისი საუკეთესო მექანიზმი არის მთელ მსოფლიოში და პრაქტიკები ამას მოწმობს მინიმალური ხელფასი. ევროკავშირის სტანდარტი რა არის აქ? მან შარშან მიიღო ევროდირექტივა მინიმალურ ხელფასზე სწორედ და ის ამბობს, რომ მინიმალური ხელფასი ქვეყანაში უნდა იყოს მინიმუმ 50% საშუალო ხელფასის ან 60%. რეალურად ის სახელფასო ფონდი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუ გადანაწილდება სამართლიანად, დამატებითი ხარჯების გარეშეც, დამატებითი ფინანსური ტვირთის ხარჯების გარეშეც იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანების საცხოვრებელი პირობები და მათი ანაზღაურება იყოს იმგვარი, რომ მათ შეძლონ თავიანთი და არა მხოლოდ საკუთარი საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს მათი ოჯახის წევრებისთვის, ვის დახმარებაც, ვისაც ჭირდებათ მათი დახმარება სხვადასხვა მიზეზების გამო, უნდა უზრუნველყოს იმ ძირითადი საჭიროებებთან გამკლავება ადამიანის ხელფასმა, რომელიც სჭირდება ბუნებრივად ადამიანს. 2013 წლის და 2021 წლის შრომის რეფორმამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შრომის სამართლებრივი წარმოების პროცესზე და საკმაოდ დადებითი გავლენაც იქონია პრინციპში, რადგანაც როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ სასამართლო დავებში ძალიან ბევრ გამარჯვებას ვაღწევთ მშრომელთა სასარგებლოდ. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი, სასამართლო დავები წლობით იწელება, დასაქმებულები ერიდებიან სასამართლო პროცესებში ჩართვას და რესურსიც ამ თვალსაზრისით არც ესე ბევრია. სწორედ ამიტომ საჭირო იყო შრომის ინსპექცია როგორც აღსრულების მექანიზმი. შრომის ინსპექცია შეიქმნა, მაგრამ ის საქმიანობას დადებითად ძალიან ცოტა აფასებს, რადგანაც როგორც წესი არ არის აქტიური, პროაქტიული და მეტწილად ვერ ახერხებს იმ წუხილების აღმოფხვრას, რომელიც დასაქმებულებში დღეს არსებობს და ამას ნათლად ასაბუთებს მაგალითად Evolution Gaming-ში მიმდინარე გაფიცვის მაგალითიც, როდესაც გაფიცული მშრომელები იძახიან, რომ საშინელი პირობებია და შრომის ინსპექცია შედის და როგორც ჩანს არ აქვს საკმარისი კომპეტენცია ან мотиваცია, რომ ეს სიდუხჭირე, ეს პირობები დააფიქსიროს. სასამართლო ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შრომის ინსპექციის ალტერნატივა. იმიტომ რომ დღესაც მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პრაქტიკები იცვლება ნამდვილად შრომის საკითხებში და უმეტესობა ჩვენი დავების დასაქმებულთა სასარგებლოდ თავდება, ძალიან დაბალია სასამართლოსთვის მიმართვიანობა და ჩვენ ვიცით რატომ, ხო? ეს უკავშირდება სანდოობის პრინციპს, უკავშირდება რაც მნიშვნელოვანია ასევე სწრაფმართსაჯულებას, ეს არის ფინანსური რესურსი, სულ გადავლახოთ ჩვენ რაღაცა ის სტერეოტიპული განწყობები
განწყობები, რომ სასამართლოში ჩივილი, თქვათ, რაღაც პრობლემები შემიქმნის, სადღაც არ და სტერეოტიპულიც არ არის ხშირად, ეს რეალობაა, ხო? ადამიანები ხშირად დავებს არიდებენ თავს, იმიტომ რომ მათ ეშინიათ, რომ ეს ხელშეუშლის მათ სამომავლო დასაქმებას, ან მათი ნათესავების თუ ოჯახის წევრების სტაბილურ სამუშაო გარემოს და ასეთ ტიპის პატარა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად რეალისტურია, ეს არ არის გადაჭარბებული რაღაცა განწყობები და ამას ემატება ფინანსური ხარჯი, რომელიც საჭიროა სასამართლოში, ხო? მჭირდება ბაჟის გადახდა უმეტეს შემთხვევებში და ასევე კვალიფიციური ადვოკატის მომსახურება და წარმატება როგორც წესი მიიღწევა 4-5 წლიანი ბრძოლის შედეგად, ხო? ამიტომ მხოლოდ ის, რომ ჩვენ ადამიანების პირადი ინიციატივებზე დავტოვოთ შრომითი უფლებების ბედი, მიმართავენ თუ არა სასამართლოს და მე სასამართლო როგორ იმჯელებს ამაზე, მნიშვნელოვანია, რომ უფრო ეფექტური მექანიზმი არსებობდეს, რომელიც თავისი ინიციატივით შეისწავლის სამუშაო პირობებს ყველა ტიპის დაწესებულებაში. და ასეთი სტრუქტურა არის თავისი შინაარსით და ევროკავშირის ასევე პრაქტიკით მისი ქვეყნების შრომის ინსპექციის სამსახური. სწორედ ამ ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად 2015 წელს შეიქმნა შრომის ინსპექცია, თუმცა ის თავდაპირველად იყო ძალიან შევიწროებული მანდატით, ფაქტობრივად არ იყო ფუნქციური, იმიტომ რომ ეხებოდა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებს, მაშინ როდესაც ზოგადად შრომით უფლებებში ეს მიჯნა უსაფრთხოებას, უფლებებას, თანასწორობას შორის რეალურად არ არსებობს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უსაფრთხო სამუშაო გარემო რისკის ქვეშ დგება, თუ კი ადამიანი მომეტებულად მუშაობს, სამუშაო საათებს გადაჭარბებულად ასრულებს, ღამით მუშაობს, სტრესის ქვეშ მუშაობს, ხომ? დისკრიმინაციული, დამამცირებელი გარემოში და ასე შემდეგ. ამიტომ მხოლოდ უსაფრთხოებაზე ფოკუსი, რა თქმა უნდა, არ იყოს სწორი და საკმარისი და თან ეს მანდატი მაშინდელი შრომის ინსპექციის არ გულისხმობდა სანქციებს და იყო მხოლოდ სარეკომენდაციო ნებაყოფლობითი. დავის პროცესი ან კონფლიქტი იწყება იმ პერიოდში, როდესაც სამუშაო ადგილზე მუშაობს ყველა ადამიანი, ესეთი პროცესები არის ხოლმე ეგრეთ წოდებული კოლექტიური დავები. ანუ ესეთი პროცესი მიდის გაფიცვამდე. ანუ ამ შემთხვევაში თქვათ შრომითი კოლექტივი გადაწყვეტს, რომ ჩაერთოს სამედიაციო პროცედურაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მათ უნდა მოიპოვონ კანონიერი გაფიცვის უფლება და ეს კანონიერი გაფიცვის უფლება საქართველოში სხვადასხვაგვარად იქნა სხვადასხვა პერიოდში გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში დღეს კვლავაც არ არის დაცული ასოციაციის თავისუფლება, ეგრეთ წოდებული პროფკავშირებში გაწევრიანების უფლება და შესაბამისად არ არის დაცული გაფიცვულიც ამ თვალსაზრისით. რეალურად სწორედ ევროინტეგრაციის ამ პროცესის დამსახურებაა ის, რომ საბოლოოდ, რთულად, მაგრამ უკვე 2019 წლიდან შრომის ინსპექცია მოიცვა ეკონომიკის ყველა სფერო, ამავე პერიოდში უკვე 2018 წლიდან ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების შესახებ კანონი, უსაფრთხოების შესახებ კანონი ჩვენ ქვეყანაში საერთოდ არ გქონდა შრომის უსაფრთხოების. ერთადერთი მუხლია წერა შრომის კოდექსში ძალიან დეკლარაციული, ხო? და შემდეგ უკვე 2020 წლის რეფორმა, რომლის შედეგიც გახდა ის, რომ დღის მდგომარეობით შრომის ინსპექციის სამსახური ასევე ფარავს დისკრიმინაციის შემთხვევებს, ასევე ფარავს ნებისმიერი შრომითი უფლების დარღვევის შემთხვევებს და ის არ ელოდება მაინც და მაინც მოქალაქის აქტიურობას, დასაქმებულის განცხადებას, მას აქვს ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე, რომ თვითონ შეამოწმოს დაწესებულებების სხვადასხვა პერიოდულობით და გამოავლინოს დარღვევები. 2006 წლიდან საქართველოში ნეოლიბერალური რეფორმების შედეგად ფაქტობრივად გააუქმდა შრომის კანონმდებლობა სრულიად და ყველა შრომის ბაზრის ინსტიტუტი, მათ შორის შრომის ინსპექციის სამსახური. მაშინ ამის მოტივაციად დასახელდა ერთის მხრივ ამ ინსტიტუტების კორუფციული ბუნება, რასაც ცხადია ვერ უარყოფდა ნამდვილად, ეს იყო მახასიათებელი ზოგადად მაშინდელი სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორეს მხრივ მაშინდელი ხელისუფალი მიიჩნევდა, რომ თავისუფალი შრომით ბაზრის შესაძლებელს გახდიდა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესის გაძლიერებას და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის. ამიტომ მთელი პოლიტიკა მან მთლიანად ააგო იმაზე, რომ ყველანაირი ბერკეტი დასაქმებულებს და მის ორგანიზაციებს პროფკავშირებს გამოაცალა უფლებების დაცვის. და ჩვენ რა გვაქვს ამ მოცემულობით? გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ ერთის მხრივ არ არის ვალდებული დამსაქმებელი, რომ საერთოდ შრომის ხელშეკრულება დაუდოს ადამიანს წერილობითი ფორმით და იყო პრაქტიკები, როდესაც ადამიანები წყლობით მუშაობდნენ ყოველგვარი წერილობითი მტკიცებულების გარეშე, ამასთანავე არ იყო შეზღუდული მოკლევადიანი ხელშეკრულებები და სწორედ ამ მოკლევადიან ხელშეკრულებებს იყენებდა მათ შორის სახელმწიფო სექტორი დასაქმებულების დასაშინებლად, მაგალითად ერთთვიანი კონტრაქტები, ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა მათ შორის განათლების სექტორში, სკოლებში, არა მხოლოდ კერძო სექტორში.
და რაც თავარია, პრობლემა იყო ის, რომ ძალიან მარტივი იყო გათავისუფლება სამსახურიდან. არანაირი წინასწარი გაფრთხილება ან დასაბუთების ვალდებულება დამსაქმებას არ ჰქონდა. და ამ პერიოდში რეალურად მექანიზმიც იმისთვის, რომ თუ კი ადამიანი ჩათვლიდა და მისი უფლება არის დარღვეული გამოეყენებინა, ქვეყანაში არ არსებობდა, იმიტომ რომ როგორც თქვით, შრომის ინსპექციის სამსახური ისაც გაუქმებული იყო. ერთადერთი მექანიზმი ეს იყო სასამართლო, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე 2006 წლიდან 2012 წლამდე მინიმუმ 13 წლამდეც კი ავითარებდა ესეთ პრაქტიკას, რომ დამსაქმებელს აქვს ყველაფრის უფლება, მათ შორის უფლება, რომ დისკრიმინაციული საფუძვლით ადამიანი გაათავისუფლოს სამსახურიდან. და სხვათა შორის ეს პირდაპირ ერთ-ერთ ჩემს წარმოებაში არსებულ საქმეზე სასამართლომ პირდაპირ ჩაწერა ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. პროფესიული კავშირი არ არის სახელმწიფო ორგანიზაცია. პროფესიული კავშირი სამართლებრივად არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, ანუ დღეს რო ეძახიან სამართლებრივად არასამთავრობო, მაგრამ ის განსხვავდება ამ მოცემულობისგან იმით, რომ მას აფუძნებენ თავად მშრომელები და მშრომელთა სიმრავლე. ანუ პროფესიულ კავშირს არ აფუძნებს ერთი ან ორი ადამიანი, პროფესიულ კავშირს თავად მშრომელები აფუძნებენ. ამიტომ თუ ვინმე სურს, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას, მან ვინმეს კი არ უნდა მიმართოს ამისთვის, რომ ჩემი უფლებები დაიცავე, არამედ თავად უნდა ჩამოაყალიბოს პროფესიული კავშირი, რომელიც მისი შრომითი უფლებების გარდა მისი შრომითი ინტერესების გამტარიც იქნება. ამიტომ პროფესიული კავშირები ისტორიულად დიდ ბრიტანეთში შეიქმნა, შემდეგ ევროპაში გამითარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში განსხვავებული ფორმა მიიღო და მეტწილად უფრო იყო სარეკრეაციო და საგანმანათლებლო მიმართულების. რის გამოც დღეს ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს ეს პროფკავშირი. მხოლოდ და მხოლოდ ახსენდებათ ის თუნდაც საბჭოთა კავშირის ტენდენცია, სადაც პროფკავშირი საპროტესტო ენერგიას არ აწარმოებდა საერთოდ და შრომელების აი ამ პოლიტიკური მომზადების, ამ პოლიტიკური წინააღმდეგობის პროცესს არ ქმნიდა გასაგები გაუგებარი მიზეზების გამო. და დღეს პროფესიული კავშირები საქართველოში ახლა იდგამს ფეხს. ჩვენ გვაქვს საქართველოში არაერთი პროფკავშირი ორგანიზაცია. მე ვიცი რომ ბევრ შრომელს უნდობლობა აქვს პროფკავშირის მიმართ და ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური უნდობლობაა, რადგანაც პროფკავშირების დიდი ნაწილი საქართველოში არის ეგრეთ წოდებული ყვითელი პროფკავშირი, რომელსაც ვეძახით პროფკავშირს, რომელიც მოსყიდული ყავს დამსაქმებელს. ამიტომ ჩვენ საქართველოში დღეს უნდა შევქმნათ პროფკავშირების იმგვარი სტანდარტი, რომელიც მართლა მშრომელებს ეკუთვნით და როგორ უნდა ეკუთვნოდეთ მშრომელებს. მშრომელებმა თავად უნდა შექმნან პროფესიული კავშირები. ან გაწევრიანდნენ ისეთ პროფესიულ კავშირებში, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობენ. მაღალი ავტორიტეტი აქვს, როდესაც გაწევრიანდებიან, ისიც უნდა იცოდნენ, რომ გაწევრიანება ნიშნავს ხმის უფლებას პროფკავშირში. ანუ პროფკავშირის წევრი თავად ირჩევს, იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ სად უნდა გაიფიცონ, როდის უნდა გაიფიცონ და რაში უნდა დაიხარჯოს ის საერთო საწევრო მოსაკრებელი, რომელსაც თავად მშრომელები შეაგროვებენ იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები წარმოადგინონ. აუცილებელი იყო ცვლილებები იმისთვის, რომ ადამიანებს ქონოდათ რაღაც ბაზისური უფლებები და მაგალითად ამ წლებს უკავშირდება ის, რომ ამ პერიოდიდან შემოვიდა ნორმები, რომელმაც შეზღუდა ეს მოკლებადიანი ხელშეკრულებები, ასევე შეზღუდა გათავისუფლება დასაბუთების გარეშე და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლებით. მათ შორის ფეხძიმობის დროს შესაძლებელი იყო გათავისუფლება და დეკრეტული შვებულების გამოყენების პერიოდში და ეს კანონმა შეზღუდა და რაღაც ბაზისური ფუნდამენტი შექმნა იმისთვის, რომ ადამიანს თუ კი ის გახდიდა ამა თუ იმ საკითხს სადაო, თქვათ სასამართლოში თავის უფლება დაეცვა. და ამას მოყვა შემდგომ 2014 წლის ასოცირების შეთანხმება, რომელიც ჩვენი ვიცით, რომ რეალურად ეს არ არის, თქვათ ადამიანის მისი მიზანი არ არის პირდაპირ, რომ ადამიანის უფლებების დაიცვა. ეს სავაჭრო შეთანხმება არის. შინაარსობრივად 85% ასოცირების ხელშეკრულების არის სავაჭრო შეთანხმება. ჩვენ სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან მანამდეც ჰქონდა, მას ერქვა პრეფერენციების ზოგადი სისტემა პლუსი და რეალურად აი ამ თავისუფალი ვაჭრობის წინაპირობად და ამ ბიზნესის განვითარების თუ ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობად ევროკავშირი გვიყენებს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების და გარემოს დაცვის სტანდარტების დასუსტების ხარჯზე. პირველსავე შეთანხმებაში, რომელიც გაიწერა ასოცირების ხელშეკრულებით 2014-16 წლის სამოქმედო გეგმაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ სუყეთ არის წარმოდგენილი შრომითი უფლებები და მაინც გარდა თქვა საჯარო სამსახურის რეფორმისა და სხვა ბევრი საკითხისა, რომელიც დღემდე მიმდინარე არის, დირექტივები, რომელიც უნდა შევასრულოთ შრომის, თანასწორობის, უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ჩაიწერა პირდაპირ ამ სამოქმედო გეგმაში, რომ უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური. წინა წლებთან შედარებით არის რეალურად ხელშესახები გაუმჯობესება და ეს მაგალითად გარდა ემპირიული დაკვირვებისა ჩანს, თუნდაც ოფიციალურ რიცხვებში, ხომ? საქართველოს სწორედ ამ ნეოლიბერალური რეფორმების შედეგად
იყო მოწინავე ქვეყანა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სამუშაო ადგილზე გარდაცვლის მაჩვენებლით სამწუხაროდ, ხო? სამთომოპოვება, მშენებლობა, ტრადიციულად სექტორები, სადაც უმეტესად ხდება საწარმოო შემთხვევები და გარდაცვალების ფაქტები. თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ სტატისტიკურ სურათს და თქვათ 2019 წლამდე, 2019 წელს ვთვლით, იმიტომ რომ 19 წლიდან დაიწყო შრომის ინსპექციის სამსახურმა უსაფრთხოებაზე კონტროლი, ნახავთ რომ 42%-ით არის გაუმჯობესებული ლეტალური მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე. აი მაგალითად ბოლო პერიოდში მიღებული ეს კანონი, რომელსაც ისინი ეძახიან კანონს გამჭვირვალობის შესახებ უცხოური დაფინანსების, ეს კანონი ერთ-ერთი მთავარი მტერია საგაფიცო პროცედურის, რადგანაც პერსონალური მონაცემების გათქმის ვალდებულება მათ შორის გულისხმობს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის პროფკავშირების წევრობის გათქმის ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება წინა საგაფიცო პერიოდში მოგიწიოს მეორე მხარეს შეუძლია გაშიფროს შენი საგაფიცო ტაქტიკა, მათ შორის ისინი თუ ვინ არიან გაფიცვის ლიდერები და გაფიცვამდე მათი დისკრიმინაციით შეაჩეროს პროცესი, ხო? ამიტომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც დგას სუფთად ესე რომ ვთქვათ, გაფიცვის მომზადების პრაქტიკა და სამართლებრივი ნაწილი და დისკრიმინაციის აღმოფხვრვის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ პროფკავშირების წევრები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი. ანუ ისინი მაგალითად მათ გაათავისუფლებენ ხოლმე სამსახურისგან იმის გამო, რომ ისინი არიან პროფკავშირის წევრები. ან გაათავისუფლებენ ვინმე პირს სამსახურისგან იმის გამო, რომ მას აქვს განსხვავებული მოსაზრება მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ მათ შორის ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხზე იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამუშაო გარემო. ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის სწორედ სოციალურ მოძრაობებს. იმაზე მეტ საფრთხეს უქმნის სოციალურ მოძრაობებს და მათ შორის დამოუკიდებელ პროფკავშირულ მოძრაობებს, ვიდრე ეგრეთ წოდებულ დიდარასამთავროებებს, პარტიებს ან ნაცებს. სინამდვილეში. ეს კანონი მიღებულია ზუსტად იმის გამო, რომ სოციალურმა მოძრაობებმა ვერ იარსებოს საქართველოში. ერთადერთი დამოუკიდებლობა პროფკავშირმა რაც შეიძლება გაკეთოს, ეგაა რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში საერთაშორისო შრომელი მონახოს, მისი კოლეგა მონახოს სხვადასხვა ქვეყანაში და იმან გარკვეული შემოწირულობა გაიღოს იმისათვის, რომ სხვა ქვეყანაშიც მიაღწიონ შრომელებმა იმას, რასაც მან მიაღწია თავის ქვეყანაში თავისი შრომითი წინააღმდეგობით, ხო? და ამას, როდესაც უზღუდავდა პროფკავშირის შრომითი უფლებების დაცვისთვის და გაფიცვის წარმოებისთვის ქვეყანაში და ხელფასის მატების მოთხოვნისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარს ეძახი, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ისევე როგორც კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი აი ამ პერსონალური მონაცემების გათქმის ვალდებულებასთან დაკავშირებით, თუ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საგაფიცო პროცესი არის სახელმწიფო კომპანიასთან პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტია, ამის გამოთხოვა ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გაფიცვის სტრატეგიაზე. და ისევე როგორც შუა საგაფიცო პერიოდში ვიღაცა შეუძლია დაწეროს დანოსი და მეორე მხრივ ვიღაცა შეუძლია პროცედურულად სამართლებრივად შეაფერხოს ორგანიზაციის მუშაობა იქ ჩატარებული მოკვლევით ან რაღაცა პერსონალური კომპიუტერის ან რაიმე ტიპის ნივთის, რომელიც პროფკავშირში არის, იმის წაღებით. სადაც მათ შორის ინახება ინფორმაცია მოსარჩელებთან დაკავშირებით და ხვალდაზე ეგ არც ერთი მშრომელი აღარ გამოთქვა სურვილს, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოს, თუნდაც ანონიმური კამპანიები აწარმოოს, ხო? აი არსებობს მაგალითად ვირთხადამსაქმებლის კამპანია, რომელსაც ზუსტად იმიტომ იმართავენ, რომ ანონიმურია. თუ ამ ორგანიზაციას ექნება ვალდებულება, რომ გასცეს ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ მიაწოდა კომპანიაში არსებულ მავნე მდგომარეობაზე ინფორმაცია, მაშინ საბოლოო ჯამში ის აღარასდროს აღარ მიმართავს ამ ორგანიზაციას და აღარც ეს საჯაროობა იარსებებს, რომელიც ამხელს იმ მავნებლობებს, რომელიც სამუშაო ადგილზე ხდება. მთელი რიგი ჯაჭვი, რომელიც ამ პრობლემებს ქმნის. ეტაპობრივ პროგრესს აუცილებლად ავალავებს ევროკავშირი. ერთის მხრივ მისი მიღებული დირექტივები მე ავტომატურად ხდება შენი საკანონმდებლო სივრცის ნაწილი და სავალდებულოა. ეხლა ჩვენ რო გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით 40 დირექტივა, რომელიც ჯერ კიდევ არ შეგვისრულებია, სამომავლოდ, რასაც მიიღებს უკვე ევროკავშირი, ეს ჩვენთვის სავალდებულო იქნება, უკვე ჩვენი საკანონმდებლო სივრცის ნაწილი იქნება, ხო? მაგალითად, ამან გამოიწვია ის, რომ აი მანგეტლების კანონიც, ხო? ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთის შემთხვევა განიხილა საერთაშორისო სასამართლომ, ხო? რეალურად ეს ყველაფერი გააჩერა სწორედ ამან, რომ ის იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და უთხრეს, რომ ეს სტანდარტები ასე არ არის ევროკავშირში და რა თქმა უნდა მეტი ბერკეტი გაქვს და გასაქანი არა გაქვს ამ თვალსაზრისით და შენ არ შეგიძლია რაღაცას გვერდი აუარო. ამიტომ ეს კონკრეტული შესახები ცვლილებები თუნდაც ის, რომ ადამიანს პირდაპირ აქვს თუნდაც შესვენების უფლება. მაგრამ ესეთ რამეც არ ეწერა კანონში. ერთი დღე რომ დაისვენო ამის უფლებაც, ხო? და თუ არ გვაძლევს დამსაქმებელი ამას, მნიშვნელოვანი რომ მიმართოთ შრომის ინსპექციის სამსახურს და ამაზე მოახდენ სათანადო რეაგირებას, ხო? ამიტომ იგივე სექსუალური შევიწროების მექანიზმი იქნებოდა თუ დეფინიციების შემოტანა 2019 წლამდე მსგავსი არაფერი არ იყო შრომის კანონმდებლობაში. არც ის არ იყო, რომ თქვა დასაქმებამდე დისკრიმინაცია ყოფილიყო აკრძალული, ხო? მაშინ, როდესაც პრაქტიკები მოწმობს, რომ ადამიანის უფლებები
დასაქმებაზე ირღვევა, მერე კი არა მხოლოდ როცა იწყებენ ისინი შრომის საქმიანობას, არამედ მანამდე ირღვევა. იმიტომ რომ ის სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ის ვერ იღებს სამსახურს, ხო, დისკრიმინაციული საფუძვლით. და ეს არის გაუმჯობესებები, მაგრამ რეალურად ჩვენ რო სწორად და სრულყოფილად შეგვესრულებინა ის ღირს წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, კიდევ ბევრად გაუმჯობესებული და ხელშესახები შედეგები გვექნებოდა. მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით, რაც თქვით, იგივე ის უმუშევრობის შემწეობის თემატიკა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში 2013 წელს შეიცვალა შრომის კოდექსი პირველად საქართველოში. მანამდე შრომის კოდექსი მე ვიტყვი, გავბედავ და ვიტყვი, რომ არ არსებობდა. მანამდე დამსაქმებელს შეეძლო თავისუფლად გაეშვა დასაქმებული სამსახურიდან. დღეს ეს შრომის კოდექსის ბევრი არაფერი არ არის, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ თუ დასაქმებული იდავებს ან მოგმართავს სასამართლოში, დარწმუნებული ვართ ხოლმე, რომ სასამართლოს მოვიგებს და მნიშვნელოვან კომპენსაციას აიღებს მოსარჩელი, ამ შემთხვევაში დასაქმებული და მეტწილად აღდგება კიდევაც სამსახურში. ამის გარდა 2021 წელს ასევე სწორედ ამ კიდევ ერთი ევროდირექტივის ფარგლებში რომელიც გულისხმობს სამართლებრივი ბაზის დაახლოებას ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან. ხშირად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროინტეგრაციის პროცესში შესაძლებელი ვალდებულებები შრომით და სოციალურ ნაწილში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს თვითონ ეს პროცესის მნიშვნელოვანია გაწევრიანების, არამედ თავად გაწევრიანება ამ კონკრეტულ სივრცეში, ხო? და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ თვითონ ეს პროცესი არის ის, თუ როგორი საზოგადოებად გვინდა ჩვენ ჩამოვყალიბდეთ და რისი წევრიც არ უნდა გავხდეთ, ის სწორედ ამას გულისხმობს, რომ ის ჩვენ უნდა გამოვერკვიოთ. ასევე ევროინტეგრაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების საკითხი, რომელსაც რეალურად ევროკავშირის ქვეყნები ამ პროფესიულ განათლებაზე განა, ამას ეფუძნებიან, იმიტომ რომ ეს პროფესიული განათლება განვითარებულია, რომელიც ქმნის იმ კვალიფიციურ კადრებს, რომელიც ჭირდება მის შრომის ბაზარს, ხო? ამის შედეგია მათი წარმოებები, მათი ეკონომიკური პროგრესი და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ეს პროფესიული განათლება ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც იგივე ევროკავშირმა ამხელა რესურსი გამოყო, ანუ ევროკავშირი ხო არ არის ის, რომ გეუბნება შენ ეს გააკეთე, ეს გააკეთე, ის გააკეთე. შენ რომ გეუბნება, რომ ეს არის ჩემი სტანდარტი, თან გაწუდის ამის შესაბამის დახმარებას, რომ შენ გააუმჯობესო ეს სტანდარტები, ხო? და პროფესიულ განათლებაში ევროკავშირის მილიონები აქვს ჩადებული. მაგრამ იმიტომ რომ არაეფექტურად მოხდა ხარჯვა ის შედეგი რომელიც უნდა დადებულიყო ამის შედეგად არ გვაქვს. ეხლა დღესაც მაგალითად მუდმივად პრობლემა არის სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური მუშახელი, ხო? ეხლა უნდა შეეგუო შენ განვითარებადი ეკონომიკა რო ხარ, რომ შენთან სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა იქნება ისეთ პროფესიებზე, რომელსაც არ ჭირდება უმაღლესი განათლება. როცა ტრაქტორისტი უნდა ვიღაცა სოფლის მეურნეობაში ელემენტარული ხელოსანის ჭირდება, შენ არ ყავს ესეთი სამუშაო ძალა, იმიტომ რომ შესაბამისი პროფესიული განათლების მიმცემი ინსტიტუციები აღარ აქვს ქვეყანაში, ხო? ამდენი ეკონომისტი, იურისტი, თუ ასე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ფიზიკურად არ ჭირდება სახელმწიფოს, მაგრამ ესეც ბიზნესის სფეროდ არის ქცეული, ხო? აი მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში ახლა სულ ახალ დანიელების გამოცდილება გავიზიარეთ, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო დანიის სახელმწიფო არ იხდის განათლებაში თანხას არ დებს, იქ ყველაფერი უფასოა პროფესიული განათლებაც. თუ არ აქვს დათვლილი და კვლევა არ აქვს ყოველწლიურად ჩატარებული, მაგალითად ამ პოზიციაზე მე რამდენი მუშახელი მჭირდება. სიტყვაზე ის არ დააფინანსებს 100 იურისტს, როცა იცის რომ 10-ზე მეტი არ არის მოთხოვნა. შეუძლებელია ჩვენ რაღაც თავისუფალ ვაჭრობაზე, ჩვენი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანაზე ამ პირიქით საუბარი, იმიტომ რომ ერთი რომ ჩვენ ამას უყურებთ ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან, ცხადია, ჩვენი ტიპის ორგანიზაციები, მაგრამ მეორეს რომ ამას აქვს თავის ეკონომიკური და თუნდაც ბიზნეს კონკურენციის დატვირთვა, ხო? თუ კი ახლა ქვეყანაში რაღაცა კონკრეტული პროდუქტის წარმოება ადამიანს უჯდება სიტყვაზე 100 ლარი, იმიტომ რომ 20 ლარს აძლევს მაგალითად დაბალ ხელფას, ხო? და სადღაც სტანდარტები არის დაცული შრომითი, რა თქმა უნდა, მეტი უჯდება, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ფასში ვერ გაყიდი მე ამ პროდუქციას, ხო, ბიზნესი და არაკეთილსინდისიერი და არათანაბარი კონკურენტული გარემო იქმნება და რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს ევროკავშირი. მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქცია, რომელიც იწარმოება ქვეყანაში, პასუხობდეს და ხდებოდეს მისი წარმოება შრომითი უფლებების დაცვის შესაბამისად, გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისად და ასე შემდეგ, ხო? მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ევროკომისია აყენებს, ეს არის სოციალური დაცვა. ჩვენი სივრცე საკანონმდებლოდ და არა მხოლოდ ფაქტობრივად დაცლილია სოციალური დაცვის მექანიზმებისგან. ჩვენთან ახლა ძირითადად ეს არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, დახმარება, რომელიც რა თქმა უნდა არაფრის მომცემი არ არის.
და მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დღეს რო სამსახური დაკარგა, ხვალ აღარ მიმართოს მაშინვე შემწეობაზე სახელმწიფოს, იმიტომ რომ ფიზიკურად ის შრომითი პირობები და ხელფასები, რომელიც ადამიანებს აქვს, ვერ გაუმკლავდება იმ ტვირთს, რომ სამსახურს იშოვის, მან უბრალოდ არსებობა გააგრძელოს. შესაბამისად, უმუშევრობის შემწეობა ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, დეკრეტული დაცვა, იმიტომ რომ გენდერული თანასწორობა და ზოგადად გენდერული თანასწორობა ეს არის ამოსავალი წერტილი ნებისმიერი უფლების, მათ შორის შრომითი უფლების, ხო? ის რომ ჩვენ გვაქვს ამხელა გენდერული უთანასწორობა შრომით ბაზარზე, რაც კარგად ჩანს ოფიციალური რიცხვებითაც, ხო? თუ შევხედავთ ქალების ჩართულობას შრომის ბაზარზე, ვნახავთ, რომ 22% ჩამორჩება კაცებისაც. ჩვენ ვნახავთ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი სახალხო სხვაობა, 32%, ხო? ევროკავშირის ქვეყნებში ეს სხვაობა 14-16%-ს არ რჩება და სწორედ ამიტომ წელს მათ შორის ჩემი წარმომადგენლობით ქონდა გატანილი საქმე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში განსახილველად საქართველოს მოხვდა იმ 24 სახელმწიფოს შორის, სადაც ყველაზე მეტად ირღვევა შრომითი სტანდარტები და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთან გვაქვს ამხელა სახელმწიფო სხვაობა. დეკრეტული დაცვა, ხო, რა განაპირობებს ამ ყველაფერს? განაპირობებს ის, რომ ქალებისთვის რეალურად არის ერთმანეთის ალტერნატივა სამუშაო და პროფესიული განვითარება და ოჯახი, ხო? ამიტომ, როცა გააქვს დეკრეტული შვებულების თანხა მხოლოდ 2000 ლარი მთელ 6 თვეზე, რა თქმა უნდა, ადამიანები ვერ შეძლებენ იმას, რომ დიდხანს გამოიყენონ ეს დეკრეტული შვებულება, ანუ თუ ნორმალური ხელფასი აქვთ, უწევთ ქალებს, ძირითადად, იმიტომ რომ ქალები სარგებლობენ ამ შვებულებით, დაბრუნდნენ სამსახურში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, რადგან არა აქვთ მათ შესაბამისი ხელფასები, საერთოდ ეთიშებიან სამუშაო ძალას და თუ შევხედავთ სტატისტიკურადაც, ჩვენ ვნახავთ, რომ ქალებში კიდევ უფრო დაბალია ეკონომიკური აქტიურობა ისეთ ჯგუფში, როგორიც არის 25-დან 34 წლამდე. ანუ არა და ეს არის ყველასთვის, ქალი იქნება თუ კაცი, არა აქვს მნიშვნელობა ის ასაკი, რომელიც სწორედ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია კარიერული ზრდისთვის, განვითარებისთვის, ხო? 24 წლის ასაკში საქართველოში სტანდარტულად ადამიანებს აქვთ უკვე რაღაც განათლება მიღებული და უნდა დააგროვონ ეს გამოცდილება. ჩვენ თუ ისევ ესეთი შედეგი გვექნება, რომ მთელი ეს 10 წელი ფაქტობრივად ქალი გამოთიშული იქნება შრომის ბაზარს, შენ როგორი თანაბარი სტანდარტებიც არ უნდა დაუწესო მე სამუშაო გარემოში, ხო, შრომით ურთიერთობებში. ის ფიზიკურად ვეღარ შეძლებს თანაბარ კონკურენციაში ფეხი აუწყოს იმ დასაქმებულებს, რომლებიც ამდენი წელი შრომით საქმიანობას ახმარდნენ, ხო? და თუ შევხედავთ, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა იყო ჩემი აზრით შაშან გაკეთა გარეს ქალთა ორგანიზაციამ კი იცით, SACTA-თან ერთად, სადაც იკვლია ზოგადად ქართველები რაში ხარჯავთ დროს, ხო? და მათ შორის ამ კვლევამ დაგვენახა, რომ ქალების ფაქტობრივად 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ საოჯახო შრომაში, ვიდრე კაცები. თან სოფლიოში ესეა, მაგრამ იქ არის საშუალოდ 3-ჯერ მეტი სამუშაო დრო. ჩვენთან არის 5-ჯერ მეტი სამუშაო დრო და აი ამ ასაკში 24-დან 35 წლამდე 6-ჯერ მეტ სამუშაო საათს ხარჯავენ ვიდრე კაცები საოჯახო შრომაში და ჯამურად საშუალოდ ეს არის 38 საათი ქალისთვის. 38 საათი ეს არის სრული სამუშაო განაკვეთი, ხო? ფაქტობრივად 40 საათიანი სამუშაო კვირა გვაქვს. ამიტომ ამას ესეც არჩება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა და ერთ-ერთ მთავარ აქცენტს ასევე აკეთებს სოციალურ დაცვაზე, იქნება ეს დეკრეტული შვებულება, უმუშევრობის შემწეობა, უსაფრთხოების სტანდარტები ასევე. ისარგებლოთ შრომის კოდექსი. შრომის კოდექსი, რომელიც 13 და 21 წელს სწორედ ამ ევროკავშირის შეთანხმების შედეგად და მათი მითითების შედეგად შეიცვალა, გულისხმობს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა წერია თქვენს ინდივიდუალურ კონტრაქტში და რაზე გაქვთ ხელი მოწერილი. თუ ეს კონტრაქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონ შრომის კოდექსს, ის ჩანაწერი არის იმთავითვე ბათილი. ან თითოეულ შრომელმა უნდა იცოდეს ეს შრომის კოდექსი, რაც არის ამ საზოგადოების მონოპოვარი და ჩვენი ევროინტეგრაციის, აი საქართველოს მოსახლეობის არჩევანის ერთ-ერთი მონოპოვარი. ამით უნდა ვისარგებლოთ. ამით რომ ვისარგებლოთ, ამიტომ პროფკავშირით სიძლიერეს გვჭირდება. მხოლოდ ეს არ არის, რომ კანონი ბევრი კანონი გვიწერია, მაგრამ იმ კანონის აღსრულება სჭირდება მოძრაობა და ქმედება.